თურმე აქტივობას მედიის და ხალხის ინტერესს ოღონდ საჯაროს ძალიან დიდი შედეგი მოაქვს. წელიწად ნახევარია ვითხოვთ ირაკლის მანქანის დაბრუნებას, რომელიც არც საქმეში დევს, არაფერში არ ჭირდებოდათ და ადვოკატის მიმართვით ძალიან დიდი ხანი ვცდილობდით ამ ნივთის დაბრუნებას. წელიწად ნახევარი მანქანა ფაქტიურად ლპება სადგომზე და არავის არ აინტერესებს რეალურად იმ ნივთის, რომელიც ჩვენი შრომით და ჩვენი თანხებით არის შეძენილი, ანუ არავისთვის არაფერი არ მოგვიპარავს. და დღეს თურმე ელისო, მადლობა დიდი ფორმულას, ამ გამოხმაურების შედეგად დაგვირეკა ბატონმა ვაჟამ და იურისტს უთხრა, რომ გიბრუნებთ მანქანასო. ეს ზარი პროკურატურიდან იყო თუ პროკურორისგან იყო ეს ზარი? იმიტომ რომ ჩვენ დაბეჯითებით გვითხრეს, რომ პროკურატურას ეს საკითხი არ ეხება და უნდა დავკავშირებოდით შინაგან საქმეთა სამინისტროს, საიდანაც იყო დუმილი. ძალიან საინტერესო რომ პროკურატურა გამოვიდა ხაზზე. მოგვარებას ამის ცივილურად გულისხმობ იმას, რომ ადვოკატის მეშვეობით და მართლა დავიღალეთ უკვე, იმიტომ რომ როდემდე უნდა იხვეწო ის ნივთი, რომელიც მათ არ ეკუთვნით და კონდეთ რაღაცაში, არ ვიცი რაში იყენებენ ირაკლის მანქანას, ან ოკმელას ტექნიკას, აი რა სჭირდებათ, როცა ადამიანისთვის ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თუნდაც. რა ვიცი, შეიძლება გამოვიყენოთ ის მანქანა იმისთვის, რომ ოჯახის საჭიროებებისთვის. შემოსავლის წყაროა ახლა ეს ადამიანები ოჯახში დოვლადს ქმნიდნენ, ხო? რომლებსაც წაართვეს ცხოვრების საუკეთესო წლები ამ ეტაპზე. ყველაფერი წინ აქვს ცხადია, მაგრამ 2 წელი გადის, ხო? ზოგ შემთხვევაში უკვე მეტიც. და ანუ თქვენს რომ დაგიბრუნებენ? ესე გითხრას რომ დაგიბრუნებენ, ჯერ არაფერი არ გვიჭირავს ხელში, სანამ არ დავიჭირე ხელში, მანამდე ბატონ ვაჟას და ბატონ ვახტანგს შევაწუხებ აუცილებლად მთელი ჩემი ოჯახით. იმიტომ რომ ის ნივთი, რომელიც მათ არ ეკუთვნით, მათ სადგომზე არ უნდა იდგეს, ის უნდა იდგეს ირაკლის სახლში და ელოდებოდეს მის გამოსვლას. ამ მანქანაში დააკავეს. მანამდე მოუწყოს ჩასაფრება. დააკავეს, კი ბატონო, ჩვენ სახლთან მოუწყოს ჩასაფრება, 4 ჯიპი აკავებდა ირაკლის. ვერ მივხვდით რა ხდებოდა, ანუ მანქანიდან გადმოიყვანეს, გადმოათრიეს და წაიყვანეს და ეს მანქანა მე თავად ვიყავი ამ მანქანის თემებზე და როდესაც ვესაუბრე ადვოკატს, ჩვენს ადვოკატს რეზო აჭარაძეს, ძალიან დიდი მადლობა მას ყველაფრისთვის. რეზო მითხრა, აზრი არ აქვს, უნდა გაატანო მანქანაო და მეთქი არ შუაშია რა ვერ ხვდებოდი რა შუაში იყო მანქანა და მე უკვე წელიწად ნახევარი ეს მანქანა თვალით არავის არ უნახავს. მაგრამ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მალე ვნახავთ. თამთესთან როგორც მიხვდით, ჯერჯერობით კომუნიკაცია არავისგან არ ყოფილა. თქვენ შემთხვევაში სახლიდანაც წაიღეს ნივთები და ტექნიკაზე მაქვს საუბარი და სტუდიიდანაც. საერთოდაც დაკავება იმ დროს მოხდა, როდესაც თორცები კლიპის გადაღება მიმდინარეობდა, ბავშვები იყვნენ სტუდიაში, ხო? აი თქვენ შემთხვევაში როგორ განვითარდა მოვლენები, ან რა შესაძლო თეორიული არგუმენტაცია შეიძლება არსებობდეს, როდესაც სტუდიის ტექნიკა არის დაყადაღებული, რომელიც შეიძლება თქვენი ოჯახისთვის იყოს შემოსავლის წყარო, რატომ არა? არა, რატომ არა კი არა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ არა მარტო ჩემი შემოსავლის წყარო, ეს იყო ის ადამიანები, ვინც ოკმალასთან იყვნენ დასაქმებულები, ხო? იმათაც აღარ აქვთ სამსახური და ისინიც დღემდე ვერ მუშაობენ ისე სათანადოდ, როგორც ოკმალასთან მუშაობდნენ. ანუ ბევრი დარჩა სამსახურის გარეშე. მანქანასაც იგივე რაღაცა უქნეს, ანუ მანქანიდან დავიწყებ ისტორიას უფრო, იმიტომ რომ ოკმალაც როდესაც დაიჭირეს, გააჩერეს მანქანა, პატრონმა გააჩერა და გადაიყვანეს ეს მანქანა საჯარიმოზე. 9 თვის მანძილზე ვეუბნებოდით, რომ ეს მანქანა დაებრუნებინათ, იმიტომ რომ მართლა არც მანქანა, არც ტექნიკა არაფერ შუაში არ არის იდაყვის დარტყმასთან, ხო? რასაც ედავებიან. 9 თვის განმავლობაში, როდესაც ჩვენი ადვოკატი კობა წერდა განცხადებებს, რომ მანქანა დააბრუნეთ, იმიტომ რომ მანქანა არაფერ შუაში არ არის. ესეთი პასუხები იყო, რომ აი გაგზავნილია, მაგრამ ჯერ ხელია მოსაწერი. მერე ბეჭედია დასარტყმელი. მერე სადღაც არის წერილი გამქრალი, არ ვიცით. და ესე 9 თვის განმავლობაში ზუსტად გვაწუწუნეს, არც ვიცოდით, რომელ საჯარიმოზე ან სად იყო ეს მანქანა და როდესაც მიუსაჯეს 9 თვის შემდეგ მერე უკვე გამომძიებელმა დაგვიბრუნა. გადასცა პროკურატურამ განცხადება და დაგვიბრუნა ესეც მანქანა.
და ტექნიკას რაც შეეხება, ტექნიკა რაც უფრო ძვირადღირებულიც არის და ხო, როგორც თქვით, ბევრ ადამიანს ეხება, ხო? ბევრ ადამიანს ეხება, იმიტომ რომ თვითონ ოკმალა აპირებდა საქართველოში virtual production-ის დამკვიდრებას, რითაც აი ამ ყველაფრით ძალიან დიდი ღირებულების ტექნიკა შეიძინა და ბევრი ხალხი ყავდა დასაქმებული. ასევე იქირავა ძალიან დიდი სტუდია, რისთვისაც სჭირდებოდა ეს აი ამ virtual production-ის შექმნას. და რა შემოქმედებით ბოდიში გაწყვეტინებთ, რა შემოქმედებით გუნდზე და ადამიანებზე და გიორგი ოკმალაშვილის სახით შემოქმედებით პერსონაზე ალაპარაკი მაყურებელმა უნდა იცოდეს, შეხსენებაც არ სჭირდება, საკნიდან იღებს პრიზებს ადამიანი და შეიძლება უადგილოა, მაგრამ მაინც უნდა მოგილოცოთ ის, რომ ადამიანი არ წყვეტს განვითარებას და გაოცებას და გახარებას გარეთ მის მიერ დაწერილი სცენარი, ის კლიპი, რომელიც ვნახეთ საერთაშორისო ფესტივალებზე ძალიან დიდ წარმატებას იღებს ხოლმე და ასეთ ადამიანებს აფერხებენ. რის გამო, აი თქვენ რა ეჭვი გაქვთ ამ ტექნიკის დაპატიმრება და ყადაღებაც რა მიზანს ემსახურება რეჟიმის მხრიდან ეს ანგარიშწორების გაგრძელება თქვენ? რა თქმა უნდა ანგარიშწორება არის, იმიტომ რომ ოკმელა ყოველთვის ხმამაღლა იძახდა, რომ რუსეთი არის მტერი და რუსეთი ჩვენს ქვეყანაში არ არის გასახარი. სულ ამას იძახდა და აი კონკრეტულად რატომღაც ესე მგონია რომ რადგან ესე აქტიურად და ესე ხმამაღლა იძახდა ამ ყველაფერს სამაგალითოდ დასაჯეს და მიუსაჯეს ესეთი სასჯელი. ეს ტექნიკაც უკვე თან რაც არის რა წაღებული ამ virtual production ისეთი ის არის რა ქვია ცნება რომ შარშანდელი ტექნიკა მაგალითად ხო 6 თვეში უკვე შეიძლება აღარ იყოს ისეთი რეალიზებადი როგორიც დაუშვათ 6 თვის წინ იყო ფასსაც უკარგავს ანუ აღარ არის ის ღირებულებების ის რაც ეხა დღეს კიდევ უფრო უკეთესი და ბევრად კიდევ უფრო განვითარებული ტექნიკებია გამოსული მაგრამ მაინც პასუხს არ გაძლევენ რატომ არ პასუხს არ გაძლევენ ანუ პროკურატურამ გადასცა რომ პოლიციას უნდა მოუქცეს ეს ისა რა ქვია ტექნიკა მაგრამ არ გვაძლევენ არის სახელიდან არის წაღებული ძალიან ბევრი ტექნიკა მარტო სამსახურიდან ხო აი ესე კადრებიც არის რა ძალიან სასაცილოა ესე მე ვიტყობი აქვს რა ტექნიკა ტერაბაიტები არის წაღებული ძალიან ბევრი ინფორმაცია 2017 წლიდან დაარსა ეს ლიმონი თავისი სტუდია და ძალიან ბევრი ინფორმაცია არის ამ მეებში რა ქვია ვინჩესტერებზე და პასუხისმგებლობაც არის იმ ადამიანებთან ვისთანაც გადაღებული აქვს ეს რეკლამები იმიტომ რომ ეს ინფორმაცია რაღაცა გარკვეული დროის მანძილზე უნდა ინახებოდეს უნდა გქონდეს რაზეც ანუ ყველაფერზე ესე რომ ვთქვათ უფუჭებენ ყველაფერი ზარალია ზარალს ადებენ მისთან მიმართულად ბავშვის ბეიბისიტერი ჩემი ლეპტოპი აი ტექნიკა რაც კი იყო აბსოლუტურად სახლიდან ყველაფერი წაღებულია და წარმომიდგენია სამსახურიდან რეები აქვს წაღებული ანუ მაცივარიც კი გამომიღეს და მაცივარშიც კი რაღაცას ეძებდნენ და აი არ ვიცი რატო ტექნიკა რატო იყო წაღებული ერთ-ერთ სასამართლოზე ადვოკატმა კითხა მოწმეს აი რატო მაგალითად მაინდა-მაინც ტექნიკაო ну არ ვიცი ესე გქონდა დავალებული რომ კონკრეტულად ტექნიკა უნდა წაგვეღო და იდეალურად ეს დარტყმაზე კიდევ მეორე ბრაშურაში არის ტექნიკა წარმოდგენა არა მაგ ტელევიზორი რატო არ წაიღეთ ტელევიზორი დიდი იყო უბრალოდ და მაგით ვერ წავიღეთ ასე თქვენ მე ესე მიპასუხეს პროფესიული აზრი მაინტერესებს, აი ასეთი ტიპის ტექნიკის ამოღებას რაიმე შემხებლობა შეიძლება ქონოდა იმ დანაშაულთან, რომელსაც ედავებოდნენ, მის გამოც უკანონოდ იხდის სასჯელს გიორგი ოკმალაშვილი, იგივე შეიძლება იმ რეპერტაჟსაც აქ ზუსტად ვიცით, რომ ნუ საქმის მასალებში არ დევს, მაგრამ აქ რა ინტერესი შეიძლება ქონოდა?
პრინციპში მოგესალმებით, ორი ნაწილად უნდა გავყოთ თითეული შემთხვევა, ისევე როგორც ოკმეოს ასევე ირაკლის შემთხვევა. ერთ შემთხვევაში ჩვენ ვნახულობთ, რომ მაგალითად ირაკლის მანქანასთან მიმართებით პირდაპირ სისხლის ამართლის დანაშაულია ჩადენილი, იმიტომ რომ ფიზიკურად არ არსებობს კანონისმიერი მექანიზმი, თუ საქმეზე მტკიცებულებად არ ერთვის რამე სხვა გზით კანონიერად ამოიღოს პოლიციამ. რეალურად აქ საუბარია იმაზე, რომ გასტაცეს, ეს არის კლასიკური გაგებით ქურდობა, ან სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება და სხვისი საკუთრების დაუფლება, მითვისება, არ ვიცი, როგორც გინდათ ისე შევაფასოთ სამართლებრივად, მაგრამ ფაქტია, რომ ეს არის სისხლის ამართლის დანაშაული. რეალურად ირაკლი ქერაშვილის სისხლის ამართლის საქმეს ვიცნობ თავიდან ბოლომდე და ეს ავტომობილი მითითებული არ ყოფილა მტკიცებულებად არც ერთ ეტაპზე, არ ყოფილა კანონით ადგენილი წესით ამოღებული ამ საქმეზე და თუნდაც ამოღებული ყოფილიყო, რელევანტური ვერ იქნებოდა მის მიერ არ ჩადენილ დანაშაულთან, რასაც პროკურატურა ედავებოდა ირაკლის. ეს არის სისხლის ამართლის დანაშაული, უბრალოდ მივიდნენ ადამიანები, რა მნიშვნელობა აქვს ახლა ისინი შრომით ხელშეკრულება პოლიციასთან აქვს თუ მაგალითად რომელიმე სადისტრიბუციო კომპანიასთან და მანქანა მოიპარეს. თუ იმის განცდა აქვს იმის, რომ როდესაც ჩვენ სამართლებრივ სახელმწიფოზე ვსაუბრობთ ზუსტად იმაზე, რომ რეალურად ირაკლი ქერაშვილს მანქანა მოუპარეს და დღეს დიდაქტიკური ტონით კი არ უნდა ურეკავდეს პროკურატურა ისე რომ თითქოს რაიმეს უკეთებს კეთის ან ირაკლის ოჯახს, რომ აი მანქანას უბრუნებს ამ დროის მერე რეალურად უნდა იწყებდეს გამოძიებას იმ ადამიანებზე. არავითარი დანაშაულის გამოსწორებას, ეს დანაშაულის სანამონაწილეობა მათ პირველი რაც უნდა გაიკეთებინა თქვენი ზარის მერე პროკურატურაში, მე-100 და 101 მუხლის საფუძველზე უნდა დაიწყოთ სისხლის ამართლის გამოძიება და უნდა გაირკვიათ ვის ყავდა გატაცებული ავტომობილი, სად ყავდა გატაცებული და დღეს როგორ ახერხებენ საერთოდ დაბრუნებას. ის არის რეალურად. უნდა დადგეს ყველა იმ ადამიანის პასუხისმგებლობა, ვინც ამ ავტომობილს ხელი მოკიდა და წაიყვანა რაიმე ფორმით და ამ დრომდე ინახავდა მას. ეს არის პირველი სამართლებრივი შეფასება, ხოლო მეორეს რაც შეეხება აბსოლუტურად სწორად აღნიშნათ, ამთან ახლა თავდასხმა იყო ასევე არ ჩადენილი დანაშაული ოკმეოს შემთხვევაში, რომელსაც ედავებოდნენ ბოდიშფრიხტი გიორგი ოკმეოსშვილის შემთხვევაში, ალბათ გასაგებია, როდესაც ოკმეოთი ხსენებ. ამ შემთხვევაში აბსოლუტურად არარელევანტური იყო და რეალურად ჩვენ ვახეთ, რომ ერთ-ერთი კრიტერიუმი საქმეზე მტკიცებულების დასაშვებად ცნობის არის რელევანტურობა მისი ჩადენილი დანაშაულთან და რა შეიძლება დადგინდეს ამ წინა სასამართლოს ხდომის მოსამართლეს სწორედ ამას არკვევს. მისი ფუნქცია ეს პირდაპირ კანონით გაწერილი, თქვას რომ ეს მტკიცებულება შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს საქმისთვის და დატოვოს საქმეზე და მეორე მხრივ შეიძლება თქვას რომ ეს არ არის რელევანტური განსახილველ საქმეზე და დაუბრუნოს მესაკუთრეს, ან უარი თქვას მის დართვაზე. ნახეთ, როდესაც ჩვენ კიდევ ერთხელ ვინმე თუ პრეტენზია აქვს სასამართლოსთან განა, იმიტომ რომ ტერია სასამართლოსი უბრალოდ კრიტიკის სამართლებრივი ფორმალური საფუძველი არსებობს. მოსამართლე მე არ ვიცი მათ სახელები კონკრეტულად, მაგრამ რომ წაიკითხა ბრალის დადგენილება რას ედავებოდნენ გიორგი ოკმელაშვილს და რომ წაიკითხა, რომ ამოღებული იყო მისი ოფისიდან ტექნიკა, მათ შორის იქ მეხსიერების ბარათები ასე შემდეგ და საერთოდ არადაკავშირებული არანაირად ჩადენილ დანაშაულთან მტკიცებულებები და თქვა, რომ ეს რელევანტური და დასაშვებიაო, ის მოსამართლე არის ყველაზე დიდი დამნაშავე და არა პოლიციელი, რომელმაც ფაქტობრივად აი როგორც თავთან თქვა, რომ არ ვიცი დამავალეს და მიმაქვს. შემსრულებელი ბუნებრივი არანაკლებ არის პასუხისმგებელი, მაგრამ განსაკუთრებული სამართლებრივი პასუხისმგებლობა მათ შორის კომპეტენციაც უნდა დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ იმ კონკრეტული მოსამართლის, რომელმაც წინა სასამართლოს ხდომაზე ეს მტკიცებულებები ცნო დასაშვებ მტკიცებულებებად და თქვა, რომ რელევანტური იყო ამ სისხლის ამართლის საქმესთან. ის არის ამოსავალი წერტილი, რომ ამ დროის განმავლობაში არაფერი აბსოლუტურად გადაწყვეტილებები, რომლებიც პოლიტიკური პატიმრების მიმართ მიიღებოდა, არ ყოფილა არასოდეს ლოგიკაზე ან სამართლებრივ ლოგიკაზე დაფუძნებული. ჩვენ ამ მიმართულებით არ შევწყვეტ აქტიურობას ნამდვილად, ვიდრე ერთი საკითხი თუ გადაწყდება, ამასაც ვნახავთ ძალიან მალე და თქვენ შემთხვევაშიც ნამდვილად არ დავიშურებთ ძალას და აქტიურობას, მოვკითხავთ ვისთანაც შესაძლებელი ამ საკითხის მოკითხვა, მაგრამ მე როდესაც ამ საკითხს ვარკვევდი, გესაუბრეთ კიდეც. აღმოჩნდა, რომ ტენდენციის ხასიათი აქვს და
ცხადია, რომ ანგარიშწორება უფრო ძლიერია სინდისის პატიმრების ოჯახების მიმართ, რასაც ვხედავთ ხო ფაქტების სახით, მაგრამ რიგითი პატიმარიც, რომელიც რაღაც სხვა დანაშაულზეა და შესაძლოა, სამართლიანადაც იმყოფება საპატიმრო დაწესებულებაში, მაგრამ მასაც შესაძლოა წაართვან, ხო? კი ბატონო. გვირადღირებული ნივთი და ასევე უკანონოდ, ხო? ამას რა ტენდენციის სახე აქვს? ძალიან დიდი მადლობა ამ კითხვისთვის. რეალურად პოლიტიკური პატიმრების საქმეებზე ჩვენ ნახეთ მანკიერი პრაქტიკის რეპრეზენტაცია და საზოგადოებისთვის გახდა ხელმისაწვდომი. ვინმე არ ფიქრობს, რომ რაღაც ნოუ-ჰაუები უცებ მოვიდათ აზრად იმისთვის თავში, რომ გამოიყენებინათ პოლიტიკური პატიმრების წინააღმდეგ. რეალურად ყველა ეს მანკიერი პრაქტიკა, მე ვიტყოდი, რომ დანაშაულებრივი პრაქტიკა უკვე დიდი ხანი არსებობს ქართულ სამართლებრივ რეალობაში, უბრალოდ ინტენსივობა გამოყენების და საჯაროობა მათ შორის პოლიტიკური პატიმრების საქმეების გახდა იმის ფართოდ გავრცელების ინდიკატორი, ანუ ხმა გავრცელდა თორემ ფაქტი, მსგავსი რა თქმა უნდა არსებობდა. პირადად მე მაქვს წარმოებაში რეალურ დროში სისხლის სამართლის საქმე, მობილური ტელეფონის, რომელიც შეფასებულია 1200 ლარამდე ღირებულებით, ძარცვის საქმეზე ამოღებულია 50,000 ლარად შეფასებული ავტომობილი და უკვე მესამე წელი იწყება ეს ავტომობილი ყოველგვარი სტატუსის გარეშე დგას სადღაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტოსადგომზე, კარგავს მატერიალურ ღირებულებას, ნადგურდება როგორც აქტივი, ფინანსური აქტივი და არავითარი დასაბუთება არ არსებობს თუ რატომ იქნა ამოღებული. ბუნებრივია ჩვენ როგორც დაცვის მხარეს გვაქვს ვარაუდი და ზუსტად ვიცით რატომ იქნა ეს ავტომობილი ამოღებული, ეს იყო აღნიშნულ პირზე ბრალდებულზე ზეწოლის მექანიზმი. ეს იყო მექანიზმი იმის დაპირება, რომ ხო ხედავ, შენ შეიძლება მიდიხარ საპატიმრო დაწესებულებაში, მაგრამ მე მაქვს პერკეტი, შენ დაგსაჯო იმით, რომ შენ ოჯახს მოუსპო შემოსავლის წყარო. დაგსაჯო ფინანსურად გარდა იმისა, რასაც დაგჭი სამართლებრივად და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავ, როცა ამას მოისმენენ, იგივე პატიმრები პენტენციურ დეპარტამენტში შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ათასობით ადამიანია მსგავსი პრობლემით, ვის წინააღმდეგაც მისი ქონება გამოუყენებიათ როგორც ეწოლის მექანიზმი. ეწოლა იმისთვის, რომ აღარ გააგრძელოს სისტემასთან დავა? იძულების მექანიზმად ეღიარებინა დანაშაული იმ პირობით, რომ მოდი აღიარე რა, დანაშაული მოვაწერე საპროცესო შეთანხმებას ხელი და შენ ოჯახს მაინც დაუბრუნებთ ავტომობილს, რომელსაც გამოიყენებენ მაგალითად ან ტექნიკას, რომელსაც გაასხვისებენ და რაღაც შემოსავალს გაიჩენს ოჯახი. ის პრაქტიკა მე დარწმუნებული ვარ ძალიან დიდი პრობლემაა და თქვენ ალბათ კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ამ თემის კიდევ გასაჯაროების და აქცენტირებისთვის. მე დარწმუნებული ვარ თუ აქამდე კონკრეტულ ადამიანებს არ უფიქრიათ, რომ ეს იყო პრობლემა ან რაღაც სისტემური თვალსაზრისით ფართოდ გავრცელებული მექანიზმი და შეიძლება წარმოედგინათ, რომ ინდივიდუალურად მათ ექცევიან ცუდად და უსამართლოდ, ეს არის გავრცელებული პრაქტიკა და შეიძლება ათასობით ადამიანი აღმოჩნდეს ამ პრობლემით ეკრანს მიღმა, რომელმაც ხვალ ზეგ დაიწყოს ამ თემაზე საუბარი, მაგრამ ზუსტად მინდა იცოდეთ, რომ ეს არ არის ნოუ-ჰაუ, ეს არ ხდება დღეს, ეს არ ხდება ირაკლი ქარაშვილის და გიორგი ოკმელაშვილის წინააღმდეგ, ჩვენ გვაქვს საერთოდ პოლიტიკურად არამოტივირებული საქმეები, რომლებზეც მსგავსი პრაქტიკა და პრეცედენტი გამოუყენებია და უფრო მეც გეტყვით. მე ვიცი კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეები სწორედ იმიტომ, რომ შვილს ქონოდა შემოსავალი, სწორედ იმიტომ, რომ მეუღლეს მინიმალური მატერიალური აქტივი დარჩენოდა ადამიანებს უღიარებიათ დანაშაულები, რომლებიც არ ჩაუდენიათ მათ. და კიდევ ერთხელ მადლობა სინდისის პატიმრების ოჯახებს, რომ ისინი ამ ბრძოლაში მარტო საკუთარი პატიმრებისთვის არ იბრძვიან, იბრძვიან სხვების უფლებებისთვის და ბოლოს მინდა შეაჯამოთ დღევანდელი საუბარი, მაგრამ რა კონტექსტში? დღესაც ვაკურდებით, რომ რეპრესიები ძალიან მწვავედ დგას, ხო? ციხე ემუქრება ქალებს, ხანდაზმულ ადამიანებს, განურჩევლად ასაკისა და სოციალური სტატუსისა ყველას. ამ ბრძოლაში თქვენ ძალიან ძიმე ტვირთი გხვდათ ორივეს. არის რამე, რაც კონკრეტულად გაძლევთ ამ შემთხვევაში იმედის საფუძველს, რომ გადაწყდება ეს ბრძოლა გამარჯვებით და თუ ასეთი არსებობს, რა არის ეს? ჩემთვის არსებობს და არსებობს ის, რომ ჯერ ესეთ სიმართლე ყოველთვის სიმართლეს შუქი, ასე ვთქვათ, სხივი ყოველთვის ანათებს ძალიან ბნელ კორიდორს თუ ბნელ ოთახსაც კი. ორი რამე, რაზეც მინდა ყურადღება მივაქციო, ასე ვთქვათ. ეხა დღეს მიმდინარეობს კანის ლომები, ესე ქვია, სადაც გიორგი ოკმელაშვილის და ანდრო ჭიჭინაძის შექმნილი და ბევრი ძალიან მჭირი ადამიანის შექმნილი რეკლამა არის
და იღებს ძალიან მნიშვნელოვან კონკურსში მონაწილეობას. თუ მე კინოსფეროში ვმუშაობ და ძალიან კარგად ვიცი კანის ლომები რამხელა რამ არის აი წარმატებები გულისხმობს სწორედ წეღან და იმხელა დახტომე ფაქტიურად კანის ფესტივალის მთავარი კონკურსი არის, ანუ კანის კინოფესტივალი რო წარმოიდგინონ, რომელიც ხალხმა ძალიან კარგად იცის. 26 ივნისს არის დაჯილდოვება და რუსურებ გამარჯვებას და დარწმუნებულია რომ გაიმარჯვებს, იმიტომ რომ საოცარი რეკლამა გააკეთეს და ჩიტებს ნამდვილად ფრენა არ ავიწყდებათ და სადაც ოკმელამ და ანდრომ ციხიდან ეს შეძლეს, რომ გამოვიდნენ დარწმუნებულად ბევრად მეტად ასახელებენ თავის ქვეყანას და არც არასდროს არ ყოფილა მე გიორგის ესე პირადად არ ვიცნობდი, მაგრამ ის ბევრი მსმენოდა ამის შესახებ, როდესაც ერთ ინდუსტრიაში მუშაობთ და იყო და არის ერთ-ერთი უნიკალური ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ერთადერთი იყო, ვისაც ჰქონდა ნამდვილად ხელოვნურ VR-ზე დაფუძნებული ძალიან საინტერესო პლატფორმა და დიდი იმედი მაქვს, რომ გამოვა, ბევრად უფრო საინტერესო რაღაცებს გააკეთებს და მინდა რომ ყველანაირ დიდი წარმატება მის ოჯახს და მას უსურვო, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს თამთა და ზუსტად ვიცი რომ გიორგიც კარაჩეულებრივი ადამიანი იქნება, სხვა არჩევანს თამთა არ გააკეთებს. ერთმანეთი რომ გაპოვნინათ ამ ბრძოლამ და გვაპოვნინა ამ საზოგადოებას, ეგ თავისთავად ცხადია და არის კიდეც მონაპოვარი ნამდვილად. კი, ნამდვილად საოცარ ადამიანებს ვიცნობ და მიხარია და მიყვარს ყველა ნამდვილად. იმედი ყოველთვის არის, იმიტომ რომ არ არსებობს. ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული სამყაროში, ბუნებაში და დიქტატურასაც და ბოროტებასაც აქვს დასაწყისი და დასასრული და მე ამის არ მჯერ ეს ხაპარი არ არის, ეს არის ფაქტები, რომელსაც წლები და გამოცდილებები და წინა საუკუნეები გვიჩვენებს და ძალიან მალე ეს ყველაფერი დასრულდება. უბრალოდ ჩვენთვის უფრო მალე გვინდა რომ დასრულდეს, ვიდრე რეალობა არის და გამძლეობა ყველას, ყველა პატიმარს, ვინც ახლა არის და ვისაც კი ემუქრება რაიმე, გამძლეობა და მედეგობით და გამძლეობით მე დარწმუნებული რომ ბევრ ამას მივახდებ ცხოვრებაში. თქვენ თამთა რას გვაქვს? კი, ნამდვილად, როდესაც მართალი ხარ, ეს არის შენი ცხოვრების წინაპირობა. სადაც არ უნდა იყო სიმართლე ყოველთვის შენს ღირსებას და შენს თავდაჯერებულებას ყოველთვის აძლიერებს. მართლა ძალიან ძნელი დღეები იყო ეს პერიოდი, მაგერ ექიმი ჩახუნაშვილიც დაიჭირეს, რომელიც უბრალოდ დახმარებისთვის იყო იქ და რაღაც წამებით არის შესული და გამოსული. კიდე ბევრს ემუქრება დაჭერა ზოგს რაღაცა კვამლის გაშვებაზე, ხო და მე იმდენად მეცინება აი ამ რაღაცეებზე და იმდენად რაღაცა არა სერიოზულ ნაბიჯებს დგამენ, რომ არ მგონია რომ ამ ყველაფერმა გაიმარჯვოს და სადღაც ფეხი არ წაიმტვრიოს. ყველა ვარიანტში გავიმარჯვებთ სახელოვნად და ღირსებით ვიქნებით ქართველები ისე როგორც ვიყავით. ძალიან დიდი მადლობა, ხო რამეს ხომ არ დაამატებდით? სხვა არაფერი, მეც ისი თქმაც მინდა აბსოლუტურად ტრაგედია პიროვნულ ადამიანურ დონეზე ის ყველაფერი რაც ხდება პოლიტიკური პატიმრების, ინდის პატიმრების და ყველა ამ პოლიტიკურ რაც სიგიჟეს მიზეზით დაკავებული ადამიანის, მაგრამ კიდევ ერთხელ ჩვენ თემას შევეხებით და დაუბრუნდები, რომ არა ამ ადამიანების გამბედაობა, მათი ოჯახების გამბედაობა, ბევრი ისეთი თემა, რა თემაზეც დღეს ვსაუბრობთ, ალბათ წლების განმავლობაში დარჩებოდა კადრს მიღმა და ყურადღების ცენტრს მიღმა, ასე რომ ჯამში გამოდის, რომ ამ ადამიანების აქტიურობით ძალიან ბევრ პატიმარს, ძალიან ბევრ მოქალაქეს ვიხმარებით და ეხმარებიან ისინი მათ ოჯახებთან ერთად და ეხმარებიან აკეთებენ ამას ციხიდან, ასე რომ გონი იქით გვაქვს მადლობა გადასახდელი იმისთვის. ნამდვილად, ომარ, ქეთი, თამთა, დიდი მადლობა რომ ვიყავით ჩვენთან ერთად და ყველა ერთად აქედან უნდა მოვიკითხოთ სინდისის ყველა პატიმარი და არ გავა დღე რომ ჩვენ თქვენ არ გვახსოვდეთ, ეს მგონი რომ იციან კიდეც და ველოდებით თავისუფლებაზე იმისთვის რომ პირადად უთხრათ მადლობა მათი ბრძოლისთვის. მადლობა თქვენ.